სალამი, მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 2000 წლის 26 ნოემბერს. ჩვენ მალე დავამთავრებთ 57 ნაწილს. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესო, ადრეც არაერთხელ გავეცით პასუხი ამას და კიდევ სხვა კუთხით შეხედავს ახლა ბატონ ჯონ მაკარტური და მოიხმოს ბიბლიურ მაგალითებს. საუბარი ეხება ქალების მონაწილეობას ბიბლიის შესწავლაში და ქალების როლს არაფორმალურ მოზიარებაში, რაც ხდება ეკლესიაში. თანაბრად მისაღებია მამაკაცებისა და ქალების მონაწილეობა ბიბლიის შესწავლისას? მე ესეთი ფორმულირება გავუკეთე ამ კითხვას. კითხვის ავტორი. გამარჯობა ჯონ, მე ბრენტი მქვია და მე რამდენიმე ბიბლიურ კვლევაში მივიღე მონაწილეობა, სადაც ქალები ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ აზრებს. ამიტომ რამდენიმე კვლევა ჩავატარე ამ საკითხთან დაკავშირებით და ვკითხულობდი თქვენს კომენტარებს პირველ კორინთელთა მიმართ და მივედი წინადადებამდე, რომლის დაზუსტებაც მინდოდა. და ჯონ მაკარტური თავისი ჩვეული ხუმრობით, იუმორით ეუნება. მე მგონი უფრო გინდოდათ ჩემი დაცვა, ასე არ არის? ახლა ბრენტი, არ ვიცი, მამაკაცია თუ ქალია, უფრო შეიძლება ქალიც იყოს. სახელი ბრეტი უფრო კაცია და ბრენტი, არ ვიცი, შეიძლება ქალიც არის. და კითხვის ავტორი ბრენტი აგრძელებს. სადაც წერია, არაფორმალურ შეხვედრებსა და ბიბლიურ კვლევებში არის სიტუაციები, როდესაც მამაკაცებისა და ქალებს ერთად შეუძლიათ კითხვა-პასუხების გაზიარება და შეხედულებების სრულიად თანაბრად გაცვლა და ეს სრულიად მისაღებია. და ჯონ მაკარტური udასტურებს. დიახ, ზუსტად ესეა, რაც მე ვთქვი. თუ მოციქულთა საქმეების წინს წაიგითხავთ, ეხლა მე არანაირად არ მინდა, რომ ბიბლიის შესწავლა გქონდეს და იქ ამ დროს ჩემ მეუღლეს არ ქონდეს საშუალება, რომ თავისი აზრი დააფიქსიროს. გესმით ალბათ, რასაც ვამბობ, ხო? იმიტომ რომ მასაც ბევრი კარგი რამე ექნება სათქმელი ამ დისკუსიაში. ფიქრობთ, იცით, ახალი აღთქმის ერთ-ერთი ძლიერი ილუსტრაცია მოციქულთა საქმეებში მოცემული. პრისცილა და აკვილა. იყო კაცი სახელად აპოლოსი, რომელიც ძველი აღთქმის ძალიან ძლიერი მქადაგებელი იყო. მაგრამ აპოლოსმა ქრისტეს შესახებ არაფერი არ იცოდა. ეს გადმოცემულია მოციქულთა საქმეების მე-18 თავში. ის არ იყო ინფორმირებული. ის იყო ერთი იუდაველი, სახელად აპოლოსი, ალექსანდრიაში დაბადებული, ძალიან მჭერმეტყველი კაცი და ძალიან გაწაფული მოსეს და ძველ აღთქმაში. ის ეფესოში ჩავიდა და უბლის გზაზე იყო ის განსწავლული და ანთებული იყო მხურვალეს სულით. ღვთის საქმეებზე ზუსტად ლაპარაკობდა და ასწავლიდა, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისმცემა იცოდა. მთელი მისი თეოლოგია იოანე ნათლისმცემელთან თავდებოდა და ის თავად მესიამდე ვერანაირად ვერ მივიდა. თამამად ლაპარაკობდა სინაგოგაში, მაგრამ იესო ქრისტეზე არაფერი იცოდა. როდესაც აკვილამ, ანუ მამაკაცმა, ქმარმა აკვილა არის ბატონი, პრისკილა და ქალბატონმა მოусმინეს, ის გაიყვანეს გვერდზე და უფრო ზუსტად აუხსნეს ღვთის გზა. აქ არის ცოლ-ქმარი, რომელსაც რაღაცა ქუჩის იაჰუს ტიპის ადამიანი კი არ მიყავს სახლში. არამედ ეს არის დიდი მჭერმეტყველი, ძველი აღთქმის თეოლოგი, ანუ ავტორიტეტი, მქადაგებელი. ეხლა ისინი შეიძლება ახლა ებრაელური ბეიგელებიც კი მოუგზადეს, ბუბლიკები არის ეს ებრაელური მიციცის ბეიგელი. სხვა რამესთან ერთად. და ისინი ამ დროს ბერძნებიც იყვნენ და არ არის გამორიცხული მათ ფახლავაც გაუკეთეს. დაჯდნენ და აუხსნეს მათ რა არის ჭეშმარიტი სიმართლე. ასე რომ მე ფიქრობ, რომ ძალიან სწორი არის ქალის მონაწილეობა ასეთ პროცესებში, რაც ხდება ხოლმე ბიბლიის შესწავლის დროს. და ეს უნდა მოხდეს მამაკაცებთან და ქალებთან ურთიერთობის შედეგად. ქრისტეს სხეულში აღარ არის არც კაცი, აღარც ქალი, აღარც ბერძენი, აღარც წარმართი, აღარც იუდაველი, გასვოთ. ჩვენ მხოლოდ როცა საუბრობთ შეზღუდვაზე, საუბრობთ იმ ადგილზე, სადაც ეკლესიაში უკვე ეკისრებას, სადაც თაყვანისცემას აქვს ადგილი ეკლესიაში, სადაც ქალებს არ უნდა ქონდეს ძალაუფლება.
ან იქადაგონ ეკლესიაში, როცა საკრებულო ერთად იკრიბება და იქ ასწავლონ ფორმალურ, ესე ვთქვათ, შეკრების დროს. და ეს ნათლად არის გადმოცემული პირველი ტიმოთეს წიგნში, მეორე თავში. ეს გაძლიერებულია კიდევ უფრო კორინთელთა მიმართ პირველ წელში, მე-11 თავში. მაგრამ რაც შეეხება ღვთისმსულის მოქმედებას ქალების გულებში და იმას, რომ ღვთისმსული მათაც ასწავლის, ინსტრუქციას აძლევს, წარმართავს მათ წმინდა წერილის გაგებაში, მათ ცხოვრებაში, რათა შეასრულონ სამუშაო ამ მეშვეობით და ქრისტიანულ ზიარებაში, ღვთის ურთიერთგანსწავლაში წვლილი შეიტანონ. ფიქრობ, ეს აბსოლუტურად აუცილებელია ქრისტეს სხეულის ჯანმრთელი ზრდისათვის. და კითხვის ავტორისოს, როდის იქნება ეს ეკლესიისათვის, ფორმალური შეკრებისათვის და ჯონი აგრძელებს. ფიქრობ, როდესაც ეკლესია იკრიბება. აქ გაქვთ უკვე პირველი ტიმოთე მეორე თავში. და იქ მესამე თავიც იძლევა ამ წიგნის მიზანს, ასწავლოს ხალხს თუ როგორ უნდა მოიქცენ ეკლესიაში, რომ როდესაც ეკლესიის თაყვანისცემაში შედიხართ, ის ხელმძღვანელობს, ანუ მამაკაცი ლიდერი და ლიდერობის აღებაზეა ლაპარაკი, ქადაგება, სწავლება. ეს მხოლოდ მამაკაცებისთვისაა განკუთვნილიო, რადგან ეს მხოლოდ უხუცესებისთვისაა განკუთვნილი. და უხუცესები ცხადია მამაკაცები არიან კვალიფიკაციით პირველი ტიმოთე 3, ტიტეს პირველი თავი. ყველაფერი, რაც ეკლესიის ოფიციალურ მსახურებას ეხება, უბრალოდ ეს უკვე ქრისტიანული ზიარების საკითხია. სადაც ხდება წმინდა წერილის გაზიარებაც. მაგრამ როცა უკვე ლაპარაკია არაფორმალურ შეხვედრებზე, სადაც მიდის ბიბლიური სწავლება და ჩვენ ამას ვაკეთებთ ხომ, ყოველთვის 4 შაბათობითაც, ასევე კვირა საღამოთიც, ქალების მონაწილეობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. და კითხვის ავტორი აგრძელებს, ანუ სადაც უხუცესები არ იქნებიან, მაშინ ნორმალურია? არა, ჯონ მაკარტური პასუხობს, მაშინაც კი თუ უხუცესები არიან, იქაც ნორმალურია, ოღონდ არაფორმალური შეხვედრის დროს. ანუ ყველგან მე სადაც მივდივარ, უხუცესი იმყოფება. მაგრამ მინდა, რომ ბიბლიის შესწავლა მქონდეს და იქ მინდა ქალებმა მიიღონ მონაწილეობა. მინდა რომ მათ გაუზიანონ ერთმანეთს ის, რასაც სწავლობენ და რასაც დაამოწმებენ ქრისტეს საქმეზე თავიანთ ცხოვრებაში. ასევე ამოწმებენ წმინდა წერილის გაგებას. არ ამგონია იქ რაიმე შეზღუდვა არსებობდეს ქრისტეს სხეულის ცხოვრებაში. არაფორმალურ ვიმეორებ ნორმალურ ზიარებას. გასაგებია? დიახ, მადლობა, გასაგებია.